ქართლის ისტორია, სვანეთის ისტორია, აოკლარჯეთის, ლაზეთის, ჭანეთის. ესენი არიან ერთიანი ფესვები ამ ისტორიისა. საქართველოს ისტორიის ერთიანი ფესვები. თუ ესენი არ გაცოცხლდებიან, ცოტა არ იყოს ყოველგვარი ერთ ფესვზე ცხოვრება უჭირს ამ ქვეყანას. უჭირს. მე მაგალითად მაფიქრებს ბევრჯერ რომ ქართული ეროვნული ცნობიერების დედაქალაქი იყო ქუთაისი. ამით მე ან თბილისის დაკნინებას კი არ ვცდილობ, ან თქვათ ცხეთის, ან რამეს, არც იმის განდიდებას არ ვაპირებ კიდე. იმისი ნაკლიც ბევრი ვიცი, მაგრამ სიცოცხლის უნარიანობის დიდი ფესვების შემცველი რო იყო და არის, ესეც კარგად ვიცი. აი რაც ვიცი ისტორია, რაც იძლევა ცნობებს, ძველი დროიდან, თქვა, საქართველოში უბედურების ჟამი როცა იდგა, ქუთაისი იყო დედაქალაქი. ყველაზე დიდი უბედურების ჟამი რო იდგა, და თბილისი რო აღარ იყო ქართველების. ქუთაისი იყო. მაგრამ დედაქალაქი მარტო ის კი არა რომ დაერქვა იმას დედაქალაქი და ასე იყო, მაგრამ იქ იდეა იყო ცოცხალი. იქ დაიბადა იდეა თავისუფლების და დამოუკიდებლობის. და იქ იყო ეროვნული განათლების იდეაც. ქუთაისში. სამეფო ტახტიც იქ იდგა. ხო და